Gaji akharaba postas bezeriliyor. Postasda ilerse samçmida var mı? Postas bezerse çöntana. Ara, samçmida gitar, meçlesi var. Var. Biliyorsun bayda, çamikida Amerika. Ara, me momidiya diyorsan. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც დღეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ერთიანობა ნაცნობრივ მოძრაობას შეაქვს სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ. ვიდრე სარჩელს შეიტანენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი აკეთებენ განცხადებებს მედიასთან. შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა მთავარი არგუმენტები ოპოზიციის ლიდერების თუ რა არის მათი თავი მოთხოვნა საკონსტიტუციაში. მოგესალმებით ბატონი დავით ხაჯიშვილი პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან. დღეს თქვენ შეგაქვთ სარჩელი საკონსტიტუციაში. ხო, რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა ამ სარჩელის? ამის საწინააღმდეგოა ზუსტად ყველაფერი ის რუსული კანონის შესაბამისად რა თქმა უნდა ეს არის ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი მათი მხრიდან ჩვენ ყველა ხელს მივაკავთ და რა თქმა უნდა მათ შორის დღევანდელი სარჩელის იმისთვის ეს უსამართლობა ეს დარღვევა გამოსწორდეს და შექმნიდეს ამ შემთხვევაში რომ ეს დიდი შეცდომა და ეს ღალატი ქვეყნის წინაშე რომელიც შეიძლება გუანიშვილი გამოსწორდეს და ხალხს ჩვენს მოსახლეობას ისე დაუბრუნდეს ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები რა თქმა უნდა ეს ხოლმე ამ სარჩელს დღეს ჩვენი დემონსტრაციიდან გამომდინარე 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ნამდვილად გადაწყდება რუსული კანონის დარჩება თუ არა ძალაში და კიდევ სხვა მრავალ რუსულ კანონის მიმართულებით ჩვენ გადავიდეთ ევროპისკენ და შევხვდით ხელისუფლებას მოვა ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა. ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში და მოხდა ჩვენ მოსახლეობა გადაწყდება ამბების რომელსაც ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი. მადლობა, ეს იყო დავით ხაჯიშვილი პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან. ახლა ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ საერთო განცხადებას მედიასთან. მოდი მოვისმინოთ მათი განცხადებები. ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან და თვითონ საქართველოს მოქალაქესთან, იმიტომ რომ ჩვენ რუსული კანონი არ გვაქვს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უხდის საქართველოს დემოკრატიას და თulit რომ ჩვენი ვალდებულება, კონსტიტუციური ვალდებულება ამაზე ვიდაოთ საკონსტიტუციო სასამართლოში. საქართველოს ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი აბსოლუტურად 38 დეპუტატი მაძლევს ხელს, ზოგიერთი უბრალოდ არის მისი პროექტი, ის უერთდება ამ სარჩელს და ჩვენ სასამართლოში ყველასთან ერთად მთელი საქართველოს ქართული ოცნების წინააღმდეგ დაუხთ რუსული კანონის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 71 შესრულების გაითვალისწინებს და მიიღებს დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თავობაზე. ანუ გაგვთხოვდით რომ შეაჩერებს ამ კანონის მოქმედებას. საკონსტიტუციო სასამართლოსგან და კონსტიტუციური ესეცრა. თავარი და მნიშვნელოვანია ასეთივე მთელ კანონს კონსტიტუციის 70% მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის ის, რომ შეჩერებას არჩევნებების კანონის შეჩერებას. წინაპირ შემთხვევაში შეიძლება შეუცვლელად ზიანი მიიღეს ამ ქვეყანას. რა ვადა აქვს ამისთვის საკონსტიტუციოს? კანონის სრულფასოვან ამოქმედებას, სანქციებს ამოქმედება იწვევს 3 სექტორიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩაგარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი. დიდი მადლობა. მადლობა, ეს იყო თამარ კორძაია,
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. თინა ბოკუჩავა აკეთებს ასევე განცხადებას, მოდი მოვისმენთ მის განცხადება. განაჩენები ჩავწეროთ. ეს არის წყალსახა და საკონსტიტუციო სასამართლოს ეს საჩვენო ან შანსი და ეს აჯი მიკროფონი არის ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის არის და არა ის ერთპიროვნული არჩევანის არის რომელიც ერთადერთი ამოცანა არის საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის საბუთირების კარგზე ძალაუფლების შენარჩუნება. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს არ გამოიყენებს ქართველი ხალხი გამოიყენებს 28 არჩევანის შესაძლებლობას და მაინც გააუქმებს საკუთარი ევროპული არჩევანი სექტემბრამდე შეარჩევოს და არ მისცეს პრეზიდენტის შესაძლებლობა, რომ მოქმედოს ეს дракონული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს ივანიშვილის დანაშაულებრივი პოლიციური რეჟიმი მიზანმიმართულად ძარცვავს საქართველოს და ძარცვავს არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით, არამედ უმთავრეს გლეჯს ჩვენს ხალხს. ეს არის კონსტიტუციური ფუნდამენტური უფლებები და მათ შორის ახლა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დადგა ქვეყანა, ყველა ნორმალური მოქალაქე, იმიტომ რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია დადგა არა უბრალოდ ეჭქვეშ, არამედ ჩაიჩეხა ეს პროცესი. ჩვენ ვართ ერთიანი იმიტომ, რომ პროცესის განბლოკვას შეუწყოთ ხელი. ჩვენ ამას მოვახერხებთ ქართველი ხალხის სახელით. ახლა თუ არა 26 ოქტომბერს ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველ ხალხს დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუცია და ყველა ფუნდამენტური უფლება აღდგება. ამისთვის გიბრძოლებთ უკანასკნელ წვეთამდე. კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ არა მარტო რუსული კანონი, ისაც ჩვენი ქვეყნის მემორიის დასამარების კანონი ერთგვარი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მომენტი მაინც აითვალისწინოს ქვეყნის მიმართულება სწორ რესურსზე კიდევ ერთხელ დააყენოს, მაგრამ დააწესებულა რომ 26 ოქტომბერს ეს რეჟიმი დასრულდება და შესაბამისად ეს პრობლემა შეცვლება. მაგრამ კიდევ ერთხელ ყველა ჩვენთან საქართველოს ყველა მოქალაქეს ვალია რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ და წინსვლა არის ერთადერთი ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მადლობა, ეს ტარელ ნაკაიძე იყო. ხათუნა სამნიძეს მოვისმინოთ. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ საქართველოს მთელი ახალგაზრდობა საზოგადოების უმრავლესობა შეეწინააღმდეგა კანონს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაეგონა ხელისუფლებას ამ კანონის მიღებით, რომ ხედავს ქვეყანა კარგას დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, გაცნობს, რომ არაფერი არ შეაძლო არც ოპოზიციის, არც ახალგაზრდების, არც საზოგადოების უმრავლესობის ხმა და მაინც მიიღო ეს კანონი. ბუნებრივია ჩვენ საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანდებით და ვაპირებთ, რომ ვიდაოთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან ეს კანონი პირველ რიგში გარდა იმისა, რომ არგოს ადამიანის უფლებებს, არგოს ქვეყნის კონსტიტუციას 73 ლუხს და ქვეყანას ფაქტობრივად უკეტავს ევროპისკენ მომავალს. ამიტომ მნიშვნელოვანი გონია ამ ნაწილში ისე ჩვენი საზოგადოების გვერდთქმა, განვითარებული საზოგადოება, ოპოზიცია, პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მეორედ არის მარტო დგას ქართული ოცნება.
ამ პროცესში ის მარტო დარჩება და დაიწყებება დავა თუ არა 26 ოქტომბერი იქნება საფისლები და ის დღე, როდესაც ის მიიღებს კაფეო პასუხს საკუთარი ამორჩევლისგან, რომელიც აირჩევს ევროპულ მადლობა. გიორგი ვაშიძეს უსმენთ სტრატეგია ამშენებელი. ეხლა ჩვენ ვართ ბათუმში. ჩვენი არის შავი ზღვა. შავი ზღვის ეკეთ არის ევროკავშირი. მე მინდა რომ შავი ზღვის ეკეთაც იყოს ევროკავშირი. და რუსულმა კანონმა სწორედ ეს შეაჩერა. შავი ზღვის აკეთ უნდა გაგუსულიყო ევროკავშირი. მაგრამ სამწუხაროდ ქართულმა რუსული კანონის მიხედვით შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ეს არის უთხუარად დადასტურებული ფაქტი. ეს არის ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაიწყო. ეს არის უთხუარად დადასტურებული ფაქტი და ამიტომაც საჭირო საკონსტიტუციო სასამართლო ფორმალური შესაძლებლობა უთხუარად დადასტურებული ფაქტი. რუსულმა კანონმა შეაჩერა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს კონსტიტუციის 78 არსებობს რეალურად პოლიტიკური შანსი, რომ დააკმაყოფილოს ეს არჩეული საკონსტიტუციო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი ამ სასამართლო. იცით რა, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ ამ პროცედურას მივმართავთ კომიტეტური მიზნიდან. უცხოეთის ძალიან ახლოსა. მე მინდა პროცედურას ყველაფერი გამზადებული იყოს იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს ამოწესებასთან ერთად ხისიერად მოხდეს ამ რუსული კანონის გაუქმება. ეს არის დამუსვანა ნომერი 1 რუსული კანონი და ევროკავშირი შეუთავსებელია ერთმანეთთან, ანუ რუსული კანონი და საქართველოს ეროვნული ინტერესები შეუთავსებელია ერთმანეთთან, რუსული კანონი და ხალხის მხრიდან შეუთავსებელია ერთმანეთთან. შავი ზღვის აქეთ ევროკავშირი უნდა შეაბიჯოს და ამას პირდაპირ ყოველდღე გაუქმება. ბათუმიდან დაიწყება ევროკავშირის თქვათ ტერიტორია და თქვენ ყველანი იქნებით ევროკავშირის მოქალაქეები მათ შორის, თქვენი ხელფასებით სამჯერმეტი, პენსიები თქვენი ოჯახის წევრების იქნება ორჯერ და სამჯერ მეტი. გიორგი ვაშიძე ეს იყო პლატფორმა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს. ქაბატონ თამარ ფოდიში სულ რამდენიმე წუთით თავი არგუმენტები რო გითხრათ, რა არის სასარჩელო მოთხოვნის ძირითადი არგუმენტები, რის გამოც თქვენ მიიჩნევთ, რომ არის ანტიკონსტიტუციური რუსული კანონი. ეს თავი არგუმენტი რაც შეხედება ხელისუფლების მხრიდან, რომ სუვერენიტეტი არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და არა თქვა კი ბატონო ევროპა ჩვენ გვინდა ამას არ უარყოფენ ხო ისინი არ დეკლარირების დონეზე, მაგრამ სუვერენიტეტი არის ამ მნიშვნელოვანია ხო? თქვენ ამბობთ თლიანად კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78 მუხლს, რომელიმე კონკრეტული მუხლი. რას გულისხმობთ ამ სტიგმაში, რომ უფრო განუმარტოთ მაყურებელს? არც ომი, არც არაფერი
კიდევ რა არის მთავარი არგუმენტი, რის გამოც მიგაჩნიათ, რომ ეს უპირისპირდება კონსტიტუციას? რა უნდა განიხილოს ახლა სასამართლოს განხილვისაგანი რა იქნება კიდევ? ანუ შეიძლება დაიხდნოს ამას სასამართლოს, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნა არის უარყოფითი იგივე რუსულ კანონზე და ამიტომაც უნდა ჩაითვალოს ანტიკონსტიტუციურად. ახლა რა პროცედურულ ნაწილს, ანუ საკონსტიტუციო აქვს ვალდებულება რომ შეიკრიბოს 3 სექტემბრამდე, თუ მას შეუძლია შეიკრიბოს, შეუძლია არ შეიკრიბოს. შეიძლება გაერთიანდეს ასევე სარჩელები, ხო, პრეზიდენტის და თქვენი. და შეიძლება არ შეიკრიბოს, ანუ საკონსტიტუციო 3 სექტემბრამდე, ხო? მადლობა, ეს იყო თამარ კორძაია, პლატფორმა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ჩვენს პოზიციას უსმენდით. ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც დღეს 29 ივლისს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეაქვთ სარჩელი რუსული კანონის წინააღმდეგ. ისინი ამბობენ, რომ აპროტესტებენ მთლიანად კანონს და არა მის რომელიმე კონკრეტულ ნაწილს და კონკრეტულ მუხლს და მიიჩნევენ, რომ მთლიანად კანონი, რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ინტეგრაციას და რაც თავარია კონსტიტუციის 78 მუხლს კონკრეტულად, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნებისმიერმა სახელმწიფო უწყებამ უნდა გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ევროპულ ინტეგრაციას და რუსული კანონის მიღება, რომელზეც არსებობს მკაფიო შეფასებები, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებისგან, ასევე ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის და სამართლებრივი ექსპერტული ორგანოს, როგორც არის ვენეციის კომისია, რომ ეს კანონი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. ეს არის ძირითადი არგუმენტები, რის გამოც საქართველოს სასამართლომ უნდა მიიჩნდეს რუსული კანონი კონსტიტუციის საწინააღმდეგო სამართლებრივ აქტად. ასეთია ამ მოსარჩელეების პოზიცია. საქართველოს სასამართლოს უკვე მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისს ეს არჩეული უკვე დაარეგისტრირდა. დღეს კი მიმართავს უკვე საკონსტიტუციო საპარლამენტო ოპოზიცია, 34 ოპოზიციონერი აწერს ხელს, თითქმის ყველა, ვინც არის პარლამენტის წარმოდგენილი. ამ სარჩელს ისინი ელოდებიან იმას, რომ შეიძლება გაერთიანდეს კიდეც ეს სარჩელები
და ერთიანად განიხილოს ის სასამართლო. რაც შეეხება პროცედურას, საკუთარ სასამართლოს აქვს როგორც წესი 9 თვე საიმისოთ რომ არსებითად განიხილოს ესა თუ ის არჩელი, ამის შემდეგ მას მან და მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ გვინახავს არაერთი შემთხვევა გახმაურებულ და რეზონანსულ საქმეებზე, როცა საქართველოს სასამართლო წლების განმავლობაში არ იღებს გადაწყვეტილებას, მაგალითად ესეთია ფარული მოსმენების სარჩელი კამპანია შეგეხება ალბათ ყველას გახსოვთ, როცა სუსს აქვს უფლება, ახლაც აქვს უფლება, რომ ნებისმიერ ჩვენგანს უპრობლემოდ მოусმინოს. ეს სამართლებრივი აქტი, რითაც რეგულირდება ჩვენი ფარული მოსმენები ჩვენს ქვეყანაში, ეს აქტი გასაჩივრებულია, საკონსულტациო განიხილა ეს წლების წინ, გავიდა თუ არ ვცდები დაახლოებით 4 წელი ამ სარჩელის განხილვის დასრულებიდან, მაგრამ საკონსულტაციო სასამართლო არ ღვევს პირდაპირ კანონს და არ იღებს გადაწყვეტილებას აი ამ კონკრეტულ სარჩელთან დაკავშირებით. რაც შეეხება კიდევ ერთ პროცედურას, რაც არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, არის კანონის მოქმედების შეჩერება, ვიდრე სასამართლო არსებითად განიხილავს რუსული კანონის წინააღმდეგ შესულ სარჩელს. მას ამისთვის ვადა აქვს 3 სექტემბრამდე, როგორც ჩვენ ახლა განგვიმარტა თამარ კორძაიამ, ის პროფესორ იურისტია და ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პლატფორმა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და მან გამარტა, რომ 3 სექტემბერს როცა უკვე შევა რუსული კანონის სრული პაკეტი ძალში, მანამდე აქვს საკონსულტაციო სასამართლოს საშუალება საიმისოთ რომ შეიკრიბოს და ზეპირი მოსმენით, ანუ სხდომა ჩაატაროს და განიხილოს, უნდა შეეჩეროს თუ არა კანონის მოქმედება, ვიდრე საკონსულტაციო სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას რუსულ კანონთან დაკავშირებით. საპარლამენტო ოპოზიციას დღეს რამდენიმე წუთში შეაქვს არჩელი საკონსტიტუციაში, ჩვენ მოვისმინეთ მათი განცხადებები, ნახოთ როგორი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი ამ სარჩელთან დაკავშირებით. ეს უკვე მეორე სარჩელია, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა სალომონ ზურაბიშვილმა გაასაჩივრა რუსული კანონი აქ საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს გაცნობების პირდაპირ ეთერი იყო, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.